საუფლო საკითხები საახალხოდ სამაიასგან და იმედია ხმა რომ კარგად ისმის ძალიან მნიშვნელოვანი ინსაიტები თქვენთვის ყველასთვის ვინც კერდო თქვენთვის ყველასთვის ვინც არა ყველასთვის დარჩით ყველასთვის რადგან ჯერ კიდევ ვისაც არ აგირჩევიათ მხარი და მხარე დრო აირჩიოთ რადგან შემდეგი ამბავია რამდენიმე დღის წინ დაიწყო დიადი სიგნალიზაცია დავარქვათ ამ ყველაფერს სიხშირეზაცია მათ გამოუშვეს მათ სულ გაყიდულებმა დაცემულმა არსმა გამოუშვა ტექნოლოგიური სიხშირეზაცია და ამ სიხშირეზაციას მოყვა უფლიანთა გამოთიშვა შეპყრობა სრულად ბადეში გახვევა სიხშირის ბადეში გახვევა შავი სიხშირის ბადეში გახვევა ძალიან დიდი შეპყრობიზაცია სიხშირეზაცია შეპყრობიზაცია ლალი დღეს ჩვენი არსის თავისუფლობის საათებია და გამოვიყენოთ ეს საათები რაც შეიძლება მნიშვნელოვნად და რაც შეიძლება კარგად სულ გაყიდულებს ეს ყველაფერი ძალიან აწუხებთ და ეს ყველაფერი ძალიან თრგუნავთ განსაკუთრებით მათ ვინც ორმაგ თამაშს თამაშობენ და საუფლო არსიდან ხტუნავენ გადადიან სატანურ არსში და შემდეგ სატანურ არსიდან ხტუნავენ და გადმოდიან საუფლო არსში და ორივეგან მიღებულები არიან ამათ ვეძახით ხოლმე ენეიბლერებს იგივე მეხიდეებს და გამააქტიურებლებს ნახეთ რას ნიშნავს გამააქტიურებლები ისინი აქტიურებენ ორივე არსს საკუთარი არსის შიგნით მაგრამ ამასობაში როდესაც ბრძოლა იწყება და ბრძოლა ეწყებათ და როდესაც მათი ნამდვილი სახის მხილება იწყებათ ხოლმე ძალიან დიდი შფოთი და ძალიან დიდი რა ქვია ამას გატრუნვა შფოთვიარე გატრუნვა გაგიათ შფოთიალე გატრუნვის შესახებ ესეთი რამეც არსებობს ჯერ შფოთავენ მერე იტრუნებიან მერე ისევ შფოთავენ მერე ისევ იტრუნებიან იმიტომ რომ ესენი არიან გამააქტიურებლები ენეიბლერები მეხიდეები ორ არსს შორის ამჟამინდელობაში მატერიაში ორ არსს შორის მიდის ბრძოლა ეგრეთ წოდებული ბრძოლას უფრო დავარქმევდით სატანური არსის პერსპექტივიდან მაგრამ ცეკვას დავარქმევდით და თამაშს დავარქმევდით საუფლო არსის პერსპექტივიდან რამდენიმე დღის წინ გითხარით რომ გაიშვა სიხშირის ბადე, შავი სიხშირის ბადე, რაშიც გაახვიეს ხალხი, რითიც თვალები აუბნიეს და შეიპყრეს ხალხი დაამონეს. ძალიან მძიმე საყურებელი იყო ქალაქებში, ბლოკებში, ქუჩებში, უბნებში ამ ყველაფრის და სამყარომ და საუფლომ სწორედ მაგ არემარეში გამიშვა და ვაკვირდებოდი, ვგრძნობდი, თუმცა ჩემში არ ვუშვებდი და ასე და ამგვარად გადავურჩი მაგ ყველაფერსა, თავსაც ვიცავ ხოლმე და ეს თვითგადარჩენის ჩემი პირადი თვითგადარჩენის გეგმა რაც მაქვს, მაგას ვიყენებ ხოლმე. ეხლა ნახეთ რა ხდება. ძალიან გთხოვთ, შექება არ მჭირდება ქეთი პარასკევაშვილოს და ქეთი პარასკევაშვილოების მსგავსო ქალბატონებო. არ მჭირდება არაფერში შექება და არც მლხინდება. არ მინდა შექება, კარგით?
არ მაწყინოს, ქებამ არ მაწყინოს, თქვენმა ქებამ არ მაწყინოს, ჯობია არ მაწყინოს. ნახეთ მერე რა ხდება. გაუშვეს თუ არა ეს სიხშირე, ეს სიხშირეები დაგეგმილია. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველთვის დაგეგმილია. რადგან თუ არ გაუშვებენ, რადგან თუ არ ჩაუშვებენ ამ სიხშირეებს, რა მოხდება შემდეგ? მოხდება ის, რომ წმენდა განაგრძობს წმენდას. წმენდა განაგრძობს წმენდას. წმენდა განაგრძობს წმენდას და მივალთ იქამდე, რომ ვიქნებით გაწმენდილები, წმინდანები და ისევ აღსდგება საუფლო არსი, საუფლო სამართალი, საუფლო მოცემულობა. ეს ყველაფერი ძალიან აწუხებთ დაცემულ არსს, რადგან განკითხვის ჟამი უახლოვდებათ, ანუ მათ უახლოვდებათ უფალი, ანუ რას ნიშნავს ეს? ვინმე სხვა კი არ განიკითხავს მათ. უფალი ვიღაც წვერებიანი კაცის სკიპტრით კი არ ჩამოვა. საკუთარ არსში გაიღვიძებენ თუ რა უქნიათ. საკუთარ არსში უფალი დაუბრუნდება, წმინდა სული მათში გადმოვა. მათშიაც გადმოვა და ამას გაურბიან. რცხვენიათ, ეშინიათ, გაურბიან, თვალებში ვერ უყურებენ ღმერთს და საუფლოს. საუფლო კიდე გადმოშჭექს და გადმოთოვს და გადმოქარბუქობს და გადმოწვიმაობს და გადმოდინარეობს და გადმობუნებაობს. გადმოდნება. აი ანტარქტიდის კედელიც რო დნება, გადმოდნება კიდევაც. და ეს ყველაფერი აწუხებთ მათ, აწუხებთ, იმიტომ რომ ყველას თავისი სული უბრუნდება, ყველა თავის სასულიერო წარმომავლობას უბრუნდება, ყველა თავისას უბრუნდება და ამასთან შესახვედრად, ამასთან თვალებში ჩასახედა თუ არ არიან მზად, განკითხვა ელით საკუთარი შეცდომებისგან, განკითხვა ელით საკუთარი წინაპრების ნამოქმედარისგან და უფლიანებს კიდე გველის გაბრწყინება, ამაღლება, გასხივოსნება, ამიტომ ითმინეს დიადებმა, ამიტომ შესწირეს დიადებმა, ამიტომ თავი დაუხარეს, თავები დააჭრევინეს, სისხლი გაიღეს, გული ამოაგლეჯინეს, დაანაწევრებინეს, დაითმინეს, გაღატაკდნენ, განიძარცვნენ, რეები აღარ ქნეს და რეები აღარ ქნეს ჩვენმა დიადებმა. და ვინც კი ვინმე დიადებისანი ვართ, გვეტყობა ოჯახებზე, წარმომავლობაზე, ჩვენ რა გვაქვს გარდა თვალებისა, გარდა შუქისა, გარდა ენერგიისა, ხმისა, სიმართლისა, ხერხემლისა, ჯანმრთელობისა, სწორობისა. და ჩვენი გაბრწყინების და ჩვენი ამაღლების, ჩვენი სიხარულის დრო მოდის, ჩვენი დრო მოდის. და ეს ყველაფერი დღეს გადმოთოვს. და ის სიხშირე, რაც რამდენიმე დღის წინ ბადეთ, შავბადეთ გაუშვეს, სიხშირეზაცია. დღეს გუშინ და დღეს თოვლიზაციის სახით ბათუმ ქალაქში გაიწმინდა და გაწმინდა და წმენს ყველას. გააჩნია ვინ რა მოცემულობაში. ზოგი იმიტომ დაბნეული გზებზე გადადიან, გადმოდიან, რომ ეხლა იწმინდებიან. თან ვერ ერიდებიან ამ ხელა ძალას, გარეთ გამოდიან. დიადი დაბრუნება, დიადი მეორედ მოსვლა, დიადი მეორედ მოსვლა. ეხლა ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს, თუ ყურადღებიანად არ იყავით. თუ ყურადღება არ მიაქციეთ ამ ყველაფერს და არ დააკვირდით. თუ არ გამოიყენეთ ის მოცემულობა და ის გეგმები და ის სათანადოობა, რაც მნიშვნელოვანია თითოეულისთვის. ვისაც კი ვინმეს გააქვთ იმისი მოთხოვნილება და იმისი პრეტენზია და იმისი სურვილი, რომ უიო სამაიაო, რატომ არისო თვითგადარჩენის გეგმაო, ღირებულიო, მოიწერეთ, ვისაც ეგ პრეტენზიები გაქვთ და ვნახავთ, ჩაგხედავთ თვალებში. თქვენ მოიწერეთ საკუთარი ფოტოთი. აი იმ წამს გადაღებული ფოტოთი ან ვიდეო გამომიგზავნეთ. პრეტენზიის ვიდეო გამომიგზავნეთ. ჩაგხედოთ თვალებში, ვის გაქვთ პრეტენზია. შეიძლება გეთქმით.
შეიძლება უნდა წარმოთქვათ ეგ პრეტენზია და ვისაც გეთქმით და ვინც უნდა წარმოთქვათ ეგ პრეტენზია, ჩვენთვის უფრო სწორედ ჩვენი არსისთვის, ჩემთვის ხო ღირებული, ჩემთვის ხო უფასოა, ჩემთვის ხო ანუ მე ხო ჩემ თავს ფულს არ ვუხდი, მე ხო ჩემ თავს კიაფების გამოთხოვას არ ვთხოვ იმაში, რომ მამა გაბრიელიც მოვიდა შეხედე. მე ხომ ჩემ თავს არ ვუხდი კიაფებს, მაია გამარჯობათ. მე ხო ჩემ თავს კიაფებს არ ვუხდი იმაში, რომ თავი გადავირჩინო, თავი დავიცვა, შემოვიხვიო, სიხშირის ბადისგან, სიხშირიზაციისგან თავი დავიცვა. ამ ყველაფერს მე ხო უფალი მეუბნება, ამ ყველაფერს ხო ჩემი თავისუფლებით ვაღწევდა, ჩემი თავისუფლებით ხო განაგებ. ვისაც გონიათ, რომ ხართ ერთ არსი და ჩემი თავისუფლება, თქვენი თავისუფლებაა, ჩემი უფალი, თქვენი უფალია, ველი პრეტენზიის ან თხოვნის იმებს, რა ქვია, ვიდეოებს ან ფოტოებს და თხოვნის წერილს. გავითვალისწინებ აუცილებლად, მაგრამ ინდივიდუალური, ანუ ერთ არსისთვის რას ნიშნავს? ერთი არსი, ყველანი ერთი არსიდან ვართო, დაიწყებთ ახლა ლაპარაკს. კი ბატონო, ილონ მასკიც ჩვენი არსიდან არის წამოსული, მაგრამ არ არის, ხო? იგი სიხშირიზაციის ჩამრთველია. ხარით სიხშირიზაციის ჩამრთველი. და ჩვენ ვართ სიხშირიზაციის გამკონტროლებლები ან გამომრთველები. ხო და აქედან გამომდინარე, მე მაქვს ძალიან ერთ არსზე საუბარი, საწინაპროდ ერთ არსზე და სუპერ ერთ არსზე. ხო და აქედან გამომდინარე, ერთ არსმა სათანადოდ მომმართეთ და მასკურ ერთ არსმა, იქ ზურაბიშვილ ერთ არსმა, იქ ივანიშვილ ერთ არსმა და სხვათა ერთ არსებმა სხვანაირად მომმართეთ და დიადი ბალანსიც ასე აღსდგება. დიდება მამა გაბრიელს და მადლობა მამა გაბრიელს ამ ყველაფრისათვის, რადგან ცოცხლები არაფერში ვარგიან და არავინ არ მეხმარება და გარდაცვლილები და ამაღლებულები მაინც მეხმარებიან იმ განზომილებიდან და მასწავლიან თუ როგორ უნდა გავუმკლავდე ამ ურთიერთობას მასასთან და თქვენთან და ამ მოცემულობას. ამიტომ ძალიან მადლობა და მადლობა. ხო, გიტოვებთ ამ მოცემულობას, დაიმახსოვრეთ, აკონტროლეთ, ისწავლეთ საკუთარი ენერგიის, საკუთარი ზეგავლენების მართვა, ისწავლეთ პოზიტივისა და ნეგატივის მართვა და ისწავლეთ სიხშირეებისა და სიხშირეების შეცნობა და შეგრძნობა. როდის რა სიხშირეზე ხართ, საკუთარ თვალებში დაიწყეთ ჩახედვა. მე კი ნუ მიყურებთ. საკუთარ თვალებში დაიწყეთ ყურება. საკუთარ თვალებში დაიწყეთ ყურება. მე კი ნუ მიყურებთ სულ. დაიწყეთ საკუთარ თვალებში ყურება, დაიწყეთ, გაასწორეთ სიხშირე. შეხედეთ ჩემს ძველ ვიდეოებს, ჩასქროლეთ 4 წლის წინ, 5 წლის წინ რა არეული თვალები მქონდა. ეს ყველაფერი სიხშირისგან იყო, ეს ყველაფერი ამერიკული სიხშირისგან იყო, ეს ყველაფერი ნაცოდვილარი რაღაცა გამოცდილებებისგან იყო. ჩამოვედი რა სამშობლოში, საუფლოში და გადავიკვეთე რა ჩემიანებთან და შემოუშვი რა ჩემიანები არში, ისევ დალაგდა ყველაფერი და გაიწმინდეთ, მხოლოდ ფოკუსირდით საკუთარ თავზე. ხედავთ, მე არ გამიწმენდია მამა, დედა, პაპა, ბაბუ, შვილიც კი. შვილსაც კი ვაცდი. იმიტომ რომ ვიცი ხოლმე შეგადაში დათიძის ხოლმე რაღაცებს უყურებს ჩემი ვიდეოებიდან და მაშვება თავის დროზე რაღაცებს იზავს. ამიტომ დაიწყეთ საკუთარი არსის წმენდა. ყველაზე მეტად რაც ამ დროებაში და ამჟამობაში დაგლხინდებათ, რომ გამოითხოვოთ, კი ყველას ძალიან მოგწონთ ეს ფინანსური
სიმდიდრის და ამ რაღაცების გამოთხოვა და ერთობ ცოტა რაღაცნაირია ყველაფერი. კი ბატონო, მაგრამ თვეში ორჯერ გაგიმახვილებთ ხოლმე ამაზე ყურადღებას, ახალ მთვარობას და სავსე მთვარობას. ახლა რაც შეგიძლიათ რომ გამოითხოვოთ და რაც უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესი ამჟამობაში არის თვითკურნების გეგმა, სადაც სიმპტომებს ჩამოთვლით 3-დან 6 სიმპტომს და ინდივიდუალურად გისახავთ. მეორე თვითგადარჩენის გეგმა, სადაც ამ სიხშირეებზე და ამ აპოკალიფტურ და ეგრეთ წოდებულ მეორედ მოსვლიტურ საუფლო და მატრიცულ ერთმანეთში თანაარსობის ბოლო ჟამი როგორ ჩახუროთ და დაამთავროთ და ახალ ჟამობაში როგორ დაიმკვიდროთ თავი, ამის გამოთხოვა და ვინც ანუ სამისიო და ეგრეთ წოდებულ გამოგვიზაღვიძებელ გზას ადგახართ, აუცილებლად სულის წარმომავლობა თქვენთვის და ვინც უკვე საერთოდ სხვაგან ხართ და პრაქტიკული მოცემულობა გჭირდებათ, ანუ მატერიალური მოცემულობა გჭირდებათ, უკვე იგივე 13 მცნება, 13 ნამდვილ მართალმცნება, სინამდვილე და მართალი სწორი მცნება და სხვათა შორის 13 არსიდან არის ეს ყველაფერი ჩამოტვირთული და შესაფერსა და ამოვკრებ და ისე მოგეწოდებათ. 13 დღეში იქნება ეს ყველაფერი მზად. ეხლა კი შეგიძლიათ გამოითხოვოთ, მაგრამ 13 დღეში 13 დღეში გაგიზიარებთ. და ასევე შეგიძლიათ გამოითხოვოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო? თოვლის რიტუალი. თოვლის მანიფესტაციური რიტუალი, რომელიც წერან მე და აბელზიასინმა პლაჟზე ჩავატარეთ გაყინულმა აბელზიასინმა, რომელსაც სიხშირე ებრძოდა და ფეხების სველი ქონდა და დავდებ ვიდეოს და ნახავთ იქ როგორი ის იყო, რა ქვია, შეშფოთებული და შეშფოთებული. ზაღლუკები? ხო, ზაღლუკები. ყურადღება გადააქვითო, არ იყო თვითონ გაბუზღუნებული, თუმცა ზაღლუკები ითმენს ხოლმე, ითმენს. ნამდვილი წამებული აბელზიასინი, ნამდვილი აჭარელი წამებულია. აჭარელი კაცები ხო იცით როგორები არის? ოღონდ თითი არ გაანძრევინო. არ დაუჯეროთ რა მაგი. არა, მასე. მანქანა რო დაყავს იმას, რა ქვია, ფანჯარას აქეთ ჩავმაწევინებს ხოლმე. სამ, აბა აქედან გაიხედე, სამ დამავალებს ხოლმე. რავი, მარტოზე ვარ ხოლმე საჭესთან ჩაუწევ, აქეთ ფანჯრიდანაც ვიყურები, იქით ფანჯრიდანაც ვიყურები. უნდა მიეხმარო აჭარელ კაცს ყველაფერს, თორე ისე ნო არ გამოსდის. ხალხს მოეწონა წინა ლაივში, რომ იმას გიქენი, რა ქვია მას? ინგლისურად რაღაც სიტყვა ქვია. ცეცხლში რო გაგატარე, ქართულად ცეცხლში გადარება ქვია, ეს გაგატარებ ხოლმე ცეცხლში. ხო და ამ საკითხებს გამოითხოვთ პლუს თოვლის რიტუალი განსაკუთრებულად თქვენთვის არის, ვისაც რაღაცის მანიფესტაცია გინდა თუ როგორ მოახერხოთ ამის მანიფესტაცია, აუცილებლად გაგიზიარებთ. ერთ არს გაგიზიარებთ თეთრ კიაფურად, ისე და დანარჩენებს გაგიზიარებთ უკვე ფერად კიაფურად. თქვენ არსულად, თქვენ ფერულად, თქვენ ფრა. თქვენ ფრა. სადაურია? იმერული? იმერული? რაცხოვი? კარგი, გიტოვებთ დროებით და კარგად. I love you.